მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. ყოველ სამშაბათს 2:10 წუთზე. საინფორმაციო გამოშვების შემდეგ უმისოციუმი ანუნა ბუკიასთან ერთად რადიო იმედზე. უმისოციუმი. განსაკუთრებით ხშირად აღნიშნე, როდესაც მეკითხებიან რატომ ამბობთ ჟურნალისტის პროფესია განსაკუთრებით ხშირად არის ჩემი პასუხი, რომ დედაჩემმა სწორად მიმართა ჩემი ძალები და სწორი მიმართულება მომცა თავის დროზე იმისათვის, რათა მე მეპოვა საკუთარი თავი ჩემს პროფესიაში. ბევრი ვიფიქროთ, ცოტა ვიფიქრე, მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანს აქვს ჩვენს საზოგადოებაში პროფესიის არჩევის პრობლემა, არჩევანის გაკეთების პრობლემა. არ ვიცი ზუსტი მიზეზი ამის რა შეიძლება იყოს. არჩევანის თავისუფლების არ ქონა თუ ის, რომ ჩვენ ბავშვობიდან არ გვამზადებენ იმისთვის, რომ ოდესმე ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და შევარჩიოთ სასურველი პროფესია. ყოველ შემთხვევაში ვიფიქროთ მაინც ადრეული ასაკიდან იმაზე, რა გვინდა ვაკეთოთ მომავალში ცხოვრებაში. დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ ეს, როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ჩვენი პროფესია. გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი გახლავთ ლევან ზარდალიშვილი, ფსიქოლოგი. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და უპასუხებთ ჩვენ შეკითხვებს და დააკმაყოფილებთ ძალიან ბევრი მსმენელის ინტერესს. პირველი შეკითხვა ჩემი ესეთი იქნება, რა ეტაპი უნდა გაიაროს ადამიანმა იმისათვის, რომ არჩევანი გააკეთოს სწორი პროფესიული, სწორად შეაჩეროს არჩევანი. ეს ეტაპები როგორი უნდა იყოს მის ცხოვრებაში? ესე ცოტა რთული არის რომ გითხრათ რა ეტაპები უნდა გაიაროს, მეგობრებო, გეტყვით რა უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში იმისთვის, რომ მან შეძლოს პროფესიის სწორად შერჩევა. უპირველეს ყოვლისა, ბავშვი უნდა გაიზარდოს სასურველია დემოკრატიული აღზრდის ფორმით, ესე ვთქვათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა თავიდანვე მივცეთ იმის საშუალება, რომ მას ჩამოუყალიბდეს დამოუკიდებელი აზროვნება, უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ მან ისწავლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ისწავლოს გარკვეულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორედ, უნდა არსებობდეს და ეხლა სხვათა შორის რაღაც ნაბიჯები ამისთვის გადაიდდა სასურველი, ესე როგორც ევროპის ბევრ ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში და ბევრ ცივილიზებულ სამყაროში, ესე ვთქვათ, არსებობს პროფესიული შერჩევის და კარიერის დაგეგმვის სისტემა მთელი. პროფესიული ორიენტაციის სისტემა, ხო? ამას გულისხმობთ. დიახ. ცით რა, ეხლა უკვე ამას ხო ქვია, ესე ქვია პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის ესეთი სისტემა, რომელიც ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის, თქვა, აწყობილი, მაგრამ მიზანი ყველგან ერთი და იგივეა. ეს გახლავთ ის, რომ ბავშვმა მთავარი ამის არის ის, რომ ბავშვმა შეძლოს იმის განსაზღვრა თუ რა უნდა. რა თქმა უნდა, მინდა მოგახსენოთ, რომ თვითონ ბავშვს იშვიათად რომ ეძლეოდეს იმის საშუალება, რომ მარტო გადაწყვეტოს თავისი ბედი და ამაში ძალიან ხშირად ელევიან ახლობლები, მშობლები და ასე შემდეგ. ეს ყველა ქვეყანაში მეტნაკლებად ესეა. ამიტომ ამ კარიერის დაგეგმვის და პროფესიული ორიენტაციის სისტემაში შედის მუშაობა მშობლებთანაც. იმისთვის რომ მშობლებიც მოვამზადოთ, იმისთვის რომ ბავშვი არ მოხდნოს ეწოლა და გაითვალისწინონ ბავშვის ნიჭი, მიდრეკილება და მისი ინტერესები. და რა თქმა უნდა, ყოველთვის ბოლო ერთ-ერთ, მნიშვნელოვან, ბოლო არ იქნება, სწორედ მნიშვნელოვან როლს, შეიძლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ესე ვთქვა, ამაში ასრულებს რა თქმა უნდა სკოლა, სკოლის დამოკიდებულება და სწორად აგებული სასწავლო სისტემა და სწორი მიდგომა ბავშვთან. აი თუ აგეცით რაღაცნაირად პასუხი. რა საკიდან უნდა მიაქციონ მშობლებმა და პედაგოგებმა ამ საკითხს ყურადღება? რა საკიდან უნდა მოხდეს ბავშვის ინტერესებზე დაკვირვება, იმისთვის რომ შემდეგ ეს სწორად იქნას გამოყენებული მისი მომავლისთვის, კარგი მომავლისთვის. უნარები, ინტერესები რომელი პერიოდიდან უნდა იყოს, თქვათ, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მშობლის და პედაგოგის? ეცით, მინდა გითხრათ, რომ თვითონ კარიერის დაგეგმვის და ამ პროფესიული ორიენტაციის ასაკი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის განსაზღვრული, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში თამაშის და ესე ვთქვათ, ესეთი ძალიან მსუბუქი ფორმით ეს იწყება ხოლმე მეორე და მესამე კლასში და მეოთხე კლასში. მაგრამ რაც შეეხება ბავშვის ნიჭის გამოვლენას, მე ვფიქრობ, რომ ბავშვის ნიჭის და მისი უნარების გამოვლენა იწყება ბავშვობიდან, მშობელი მას აკვირდება ყოველთვის, მშობელმა მეტნაკლებად იცის ბავშვს
უფრო რისი უნარი აქვს და რისი ნიჭი აქვს, ყველა ბავშვს აქვს რაღაცისკენ მიდრეკილება და რაღაცის ნიჭი და უნარი და ამ შემთხვევაში მინდა მშობლებს ურჩიო, რომ მოიქცევიან ისე როგორც ხშირად სამწუხაროდ იქცევიან ხოლმე ჩვენთან, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბავშვს მაგალითად ხატვის ნიჭი აქვს, ცდილობენ რომ განსაკუთრებით ისე რა ქვია კარგად და მეტ ყურადღებას უფრო თქვათ მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას, იმიტომ მიაჩნიათ რომ ამას მაინც ისწავლის და თქვათ ის უნდა გაუძლიეროს და ყოველთვის ჯობია ბავშვს ის გაუძლიეროს ისი ნიჭიც აქვს. რომ მე ძალიან ხშირად ისე გამოდის ხოლმე რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებში გამოდის საშუალო და ამ ხატვაშიც საშუალო გამოდის, იმიტომ რომ დრო ამ მისი ნიჭის განვითარებას არ დაეთმო. რომ პრინციპში დაკვირვება ბავშვზე და მისი ნიჭის გამოვლენა და მისი უნარების გამოვლენა უნდა ხდებოდეს მინიმუმ მისი სკოლაში იყვანის დღიდან. ეს ალბათ უნდა იყოს ორმხრივი პროცესი, ამაში უნდა მონაწილეობდნენ როგორც მშობლები, ისე სკოლის პედაგოგებიც. ხშირად მსმენია, რომ სკოლის პედაგოგი აძლევს მიმართულებას მშობელს, თქვათ რა შესაძლებლობები აქვს ბავშვს, რა უნარები და რა იქნებოდა უმჯობესი მისთვის, რომ განევითარებინათ, თქვათ და ხელი შეეწყოთ. მაგრამ ასევე ხშირად ბავშვები ექცევიან მათი თანატოლების გავლენის ქვეშაც, ხო, როდესაც ძალიან ძლიერი არ არის სკოლის და მშობლების თანამონაწილეობა, ხან თავს იჩენს სხვა მეორე მოზარდის გავლენა, მისი არჩევანის გავლენა ამ მოზარდზე. ამას როგორ უნდა მიუხვდეს მშობელი და როგორ შეიძლება ამისგან ბავშვის დაცვა? იცით, მინდა გითხრათ, რომ მაგისგან ვთქვათ, ეხლა ბავშვის დაცვა ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ სწორი ტერმინი არ იყოს, იმიტომ რომ ეს არ არის ვთქვათ, ხო ხდებით, ეს არ არის რაღაცა მიზანმიმართული გავლენა, რომელიც ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაცა ზიანის მიყენების მიზნით, რა თქმა უნდა, არა. ამისგან ბავშვს ვერ დავიცავთ, იმიტომ რომ ბავშვი განსაკუთრებით თინეიჯერობის ასაკში დროის უმეტეს ნაწილს მეგობრებთან ატარებს და თავის თანატოლებთან ძალიან ხშირად ეს ჩვენს ყველას გავლილი გვაქვს ეს ასაკი, როდესაც თქვათ მშობლის ავტორიტეტი ამ ასაკში ქვევით იწევს და თქვათ მეგობრების და შენი ტოლების ავტორიტეტი პირიქით უფრო ზევით მიდის. ამიტომ ამისგან ბავშვის დაცვა ესე მარტივი არ არის. ამისგან ეს აირიდო თავიდან. ამ დროს ჯობია რომ ჩვენი ზეგავლენა გავაძლიეროთ დაუშვათ და აი ზეგავლენა გამოვიყენოთ იმაში, რომ ბავშვს დავეხმაროთ თვითონ მიხვდეს საითკენ უნდა რომ წავიდეს და რისი ნიჭი და მიდრეკილება აქვს. ძალიან მე პირადად ძალიან არასწორად მიმაშინე, როდესაც თქვა მშობლები თვლიან რომ დაუშვათ თვითონ ექიმები არიან და ბავშვიც ექიმი უნდა გამოვიდეს, ან თვითონ თქვა იურისტები, ბავშვიც იურისტი უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ მე გავიკვალე ამითი გზა ცხოვრებაში და ჩემი შვილიც გაიკვლევს გზას, ეს ანალოგიების არჩევა, ანალოგიური პროფესიის არჩევა, მშობლის ანალოგიური ან იმ ადამიანის, ვინც თქვათ ბავშვისთვის მისაბაძე არის. და რამდენად ხდება საკმაოდ ხშირად. რამდენად სწორი არის, ამაზე უკვე თქვენ გივპასუხეთ დასაწყისში, რომ თქვათ თუ ბავშვს აძლევთ დამოუკიდებლობას, თუ მას არჩევანის თავისუფლებას აძლევს, შესაბამისად ეს საკითხით მოგვარებულია და მას არ აქცევს საკუთარი არჩევანის გავლენის ქვეშ, რაც ძალიან ხშირად ხდება ჩვენ საზოგადოებაში. თუ შეგვიძლია თქვათ რაღაცნაირად რეკომენდაციები შევაჯამოთ ჩვენი საუბარი და რეკომენდაციები გავცეთ პედაგოგებისთვის, რამდენადაც თქვენ მათთანაც გიწევთ მუშაობა, ასე მოკლედ და მშობლებისთვის როგორ უნდა იმოქმედონ, როგორ უნდა მოახდინონ მათ სწორი ჩართვა ამ პროცესში, როდესაც ბავშვი ირჩევს როდესაც ბავშვი აკეთებს არჩევანს პროფესიაზე. იცით, ერთ-ერთი პედაგოგებსაც შეეხება და ამას უკვე ნელ-ნელა ეს იწყება ჩვენ სკოლებში, რაც მე პრინციპი ძალიან მართალია, ეხლა იწყება, მაგრამ ყველაფერი შესაძლოა დაიწყოს, რაც მე ძალიან მახარებს, ეს გახლავთ ის, რომ ვთქვათ, პედაგოგები თქვათ ეხმარება კარიერის პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სამსახური, ეხმარება პედაგოგებს იმაში, რომ თქვათ მათ ბავშვებს მისცენ ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბავშვმა იცის, რომელი პროფესია რა არის და თქვათ, როდესაც დაუშვათ ბავშვი გადაწყვეტს, უცებ რომ არ ვიცი, მაგალითად გახდეს მეხანძრე დაუშვათ, ხო? როდესაც თქვათ ის შეხვდება მეხანძრეებს და გაიგებს, ესე იგი იმ ნაწილს, რომელიც თქვათ მეხანძრის ყოველდღიურობაა
და მიხვდება რომ თქვა 1000 მექანიზმი შეიძლება ერთმა გამოიყვანოს ცეცხლმოკიდებული სახლიდან თქვა ვიღაც ადამიანი და გახდეს გმირი და დანარჩენები მუშაობენ რისკავენ თავის სიცოცხლეს ხო ხდებით აი ეს ყველაფერი დაინახოს და მე უფრო მიხვდება თქვა უნდა თუ არა მართლა ამ პროფესიის არჩევა ამიტომ ერთი ეს გახალთ ინფორმირებულობა რაც პედაგოგებს შეუძლიათ რომ გააკეთონ და ბევრი აკეთებს კიდეც და იმედი მაქვს რომ თქვა ნელ-ნელა მივალთ ჩვენს იქამდე რომ ეს თქვა რაღაცა ჩამოყალიბდეს როგორც წესი რომ ბავშვებს სკოლაში მისცენ ინფორმაცია პროფესიებზე რაც თავარია პედაგოგი უნდა აკვირდებოდეს ყოველთვის ბავშვს და უნდა კონდეს განსაკუთრებით დამრიგებელი და უნდა იცოდეს ბავშვი უფრო ჰუმანიტარია თუ უფრო ტექნიკური საგნებისკენ აქვს მეძებნება იმისთვის რომ თქვა მას რაღაცა რეკომენდაცია გაუწიოს თან რეკომენდაცია იმ კუთხით რომ უბრალოდ აჩვენოს ის პროფესიები რომელიც მისი ინტერესის სფეროში ჟლება აუხსნას და თუ საშუალება თქვა ექსკურსიაზე წაიყვანოს და რაღაცნაირად თქვა ხელი მოაკიდებინოს უხეშად რომ თქვა ხელი მოაკიდებინოს იმ პროფესიისთვის და რაც შეეხება მშობლებს ერთადერთი რჩევა რაც შემიძლია რომ მივცე იმიტომ რომ მასე ძალიან ცას მომიწოდა ლაპარაკი და ესეთი ფორმატი შენობას არ გვაქვს რომ მშობლებმა უნდა ბავშვის ინტერესები გაიცვალისწინონ ყოველთვის და არა თავისი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება რომ მშობლმა გააკეთოს. ბატონო ლევან, არის შემთხვევები, როდესაც ეკონომიკური ფაქტორი მაგალითად ის რომ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა ასევე ახდენს ადამიანებზე გავლენას. ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად არის ეს ტიპიური? ჩვენი შრომის ბაზარი თუ ახდენს ადამიანის არჩევანზე გავლენას თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე? იცით უკვე ნელ-ნელა ახდენს, გეტყვით მე კვლევა ამაზე თანამედროვე მე არ ვიცი, შეიძლება არის, მაგრამ მე არ შემხვედრია. მაგრამ ის რასაც მე უყურებ, იმიტომ რომ მე ლექციებსაც ვკითხავ და რასაც უყურებ სტუდენტებში, ჩვენი როცა ვეკითხები რომ ეს პროფესია რატო აირჩიეთ, სტუდენტები პასუხობენ რომ აირჩიეს იმიტომ რომ ამ პროფესიის ადამიანისთვის ბევრს მარტივია დაუშვათ სამსახურის შოვნა, ვიდრე რომელიმე სხვა პროფესიის ადამიანის. ესე რომ ჩვენთანაც ნელ-ნელა განსაკუთრებით ეს ჩანს უმაღლესებში ბავშვები ცდილობენ, მომავალი სტუდენტები ცდილობენ რომ ის პროფესია აირჩიონ, რომელიც მეტნაკლებად მოთხოვნადია ჩვენი შრომის ბაზარზე. და ერთი შეკითხვა კიდევ ასევე ჩვენმა მსმენელმა დღის განმავლობაში როდესაც დავაანონსეთ რომ ამ თემაზე იქნებოდა საუბარი მოგწერა რომ ძალიან ბევრ საფრთხეს უქმნის დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოებას ადამიანთა ჯგუფი ადამიანი რომელიც არასწორად ირჩევს პროფესიას შემდეგ ის იმის გამო რომ არასწორი არჩევანი გააკეთა საკუთარ თავში იკეტება ან არ ზრუნავს საკუთარი პროფესიულ განვითარებაზე რჩება რაღაც ეტაპზე და ამით ის თქვათ რაღაცნაირად ანელებს განვითარების პროცესს და ხდება აგრესიული და ასე შემდეგ. ნუ მოსაზრება იყო ალბათ უფრო ვიდრე შეკითხვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორც ფსიქოლოგი, ასეთ შემთხვევაში რა ცვლილებები ხდება ადამიანში, როდესაც ის ხვდება, რომ არასწორი პროფესიული არჩევანი გააკეთა და რამდენად საფრთხის შემცველია ის მთლიანობაში სოციუმისთვის? იცით, ზოგადად მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ცვლილებები ხდება და გეტყვით, რომ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ უბრალოდ, ადამიანი თავის ცხოვრების ალბათ ძილს არ გულისხმობ, ეხლა სითხიზლის ნახევარზე მეც ატარებს სამსახურში. აქედან გამომდინარე, როდესაც თქვენ აღმოაჩენთ, რომ გაქვთ პროფესია, რომელიც არ მოგწონთ, მუშაობთ სამსახურში, რომელიც არანაირად არ გაკმაყოფილებთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრ ნეგატიურ განცდასა და ემოციას მოგიტანთ, რაც თავისთავად გასაგებია, რომ ყველა ადამიანზე სხვადასხვანაირად, მაგრამ ერთი რამ შემიძლია თქვა ზოგადად, რომ ყველაზე ნეგატიურად მოქმედებს. სინამდვილეში ესეთ შორეულ პერსპექტივას თუ აიღებთ, შეიძლება არც ისე შორეულს, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვისაც ზიანის მომტანია, რადგანაც ადამიანი, რომელიც არ აკეთებს იმ საქმეს, რომელიც მას უნდოდა გაეკეთებინა, აღმოაჩენს, რომ თქვა ისწავლა და დაამთავრა ფაკულტეტი ან აირჩია ხელობა, რომელიც არ მოსწონს, ის ვერასდროს ვერ გახდება თავის საქმის პროფესიონალი. აქედან გამომდინარე, ეს სოციუმისთვისაც რა თქმა უნდა ნეგატიური მოვლენაა. ამაში ვეთანხმები. მსმენელი გვყავს ხაზზე, მოусმინოთ საღამომშვიდობისა გისმენთ. საღამომშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა გენემცოლე. აი ძალიან კარგი გადაცემაა, რა თქმა უნდა, თქვენ რადიოს ყოველთვის უსმენთ. აი ჩემი შვილი. 3 წლისას აღმოაჩნდა ნიჭი. 3 წლისას. უძინარ სამზეს უცქირა კინოს, რინდარიოს მოусმინა, მივიდა და დაუკრა პიანინოზე.
6 წლის ამ დაუკრა გარმონი. 8 წლის ამ ჩააბარა კონსერვატორიაში. 10 წლის მიიღო პირველი ლაურეატობა ბათუმში და დღეს არის 4 გზის ლაურეატი და გრან-პრი მიიღო 20 დეკემბერს ბათუმში მომღერალია. 13 წლის არის დღეს უკვე ჩემი შვილიშვილი. მეუბნება გინდა თუ არა ფეხბურთის დინამოს ფეხბურთელმა გამოვიდე, მეკარე უნდა ვიყო და ფეხი აქვს მაგას მოტეხილი და პაპი არ შეიძლება ვეუბნები. და ახლა გუშინ მითხრა რომ პაპიო იურიდიულზე რო ჩავაბარო რა იქნებაო და არაფერი პაპი ჩააბარე მეთქი რატომ არა შენ როგორც მოგეწონება რასაც აირჩევ ის კარგი არის მეთქი აი თქვენ რას მეთქვით დაუშალე ახლა იქ ფეხბურთის ამბავი და თუნდაც ხარ მოგწეულო არა კეთილი ჩვენ ვეცდებით ხელახლა ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის შეკითხვა ალბათ ბატონ ლევანის მისამართით უფრო არის ჩვენ ვეცდებით ხელახლა დავუკავშირდეთ რამე თუ გაითიშა და მას მიმართოთ ამ შეკითხვით რამდენიმე წუთი გვინდა რომ ბატონ ლევანს დავუკავშირდეთ მის რეჟისორიც ცდილობს დაკავშირებას რომ მსმენელს დასმულ შეკითხვაზე გავცეთ სწორი კომპეტენტური პასუხი ბატონო ლევან ის პირდაპირ ეთერში ხარ სამწუხაროდ გაითიშა მსმენელს ჰქონდა თქვენთან შეკითხვა მან ბრძანა რომ ყავს შვილიშვილი რომელსაც აქვს მუსიკალური ნიჭი და წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მიიღო თქვა ძალიან ბევრ ღონისძიებას თუ კონკურსში მონაწილეობა და არის ძალიან წარმატებული ის არის დღეს 13 წლის და გარდა იმისა რომ მუსიკაში არის ესეთი წარმატებული ადამიანი მას დღეს უნდა გააკეთოს არჩევანი ფეხბურთის სასარგებლოდ. ბაბუამ დაგვირეკა და თქვა რომ მან დაუშალა ბავშვს, რადგან მას აქვს ტრამვა მიღებული და არ იცის რამდენად სწორი იყო მისი ეს რეაქცია და კომენტარი ამ საკითხზე. თქვენ რას ურჩევთ, როგორ შეიძლება სწორად მიმართოს ბავშვის სურვილები და უნარები ამ ეტაპზე და როგორ უნდა მოიქცეს იმისთვის, რომ თქვა კონფლიქტი არ გამოიწვიოს ბაბუასა და შვილიშვილს შორის. იცით თუ მან საუბარია იმაზე რომ ბავშვს აქვს მიღებული ტრამვა რომელიც თქვა იმ შემთხვევაში თუ ის თქვა ფეხბურთს აირჩევს მას მის ჯანმრთელობას დააზარალებს ბაბუამ უნდა სადოს რომ ეს იქნება ლოგიკური ახსნის და ასე შემდეგ აი ფუძებით აი მასთან ურთიერთობის გზით ბავშვი დააწუნოს იმაში კი არა რომ ეს მისი ბაბუის უბრალოდ ახირებაა არამედ იმაში რომ ეს არის რაღაცა რამაც რეალურად შეიძლება რომ ეს ბავშვი დააზიანოს რომ სხვა რაიმე ხერხის გამოყენება მეტ ნაკლებად ყოველთვის იმ ბავშვში გამოიწვევს რაღაც ნეგატიურ რეაქციას მაგრამ ისიც არ არის გამორიცხული რომ თუ ბავშვს დაუშვათ ესეთი ნიჭი აქვს მუსიკალური თუ კარგად უყვარს და თუ სიამოვნებს ის რასაც აკეთებს თუ აქ საუბარი იმაზეა რომ თქვა ბავშვი მუსიკაზე ატარეს მას ნიჭი აღმოაჩნდა მაგრამ თვითონ ეს არ უნდა ხო შეიძლება ესეც იყოს რა კონდეს ნიჭი მაგრამ თვითონ არ უნდოდეს თქვა მუსიკოსობა მაშინ მინდა გითხრათ რომ ბაბუა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება იმიტომ რომ აკეთებიებენ ან აკეთებს ბავშვი იმას რაც მას არ სიამოვნებს და აქედან გამომდინარე ბავშვმა თქვა გადაწყვიტა რომ აირჩიოს რაღაცა გზა ცხოვრებაში რომელიც მისთვის სასიამოვნოა და მან უკვე რჩევის მიცემა ეს ერთმნიშვნელობად ძალიან ძნელი იქნება და მე ურჩევდი ბაბუას რომ თქვათ მომართონ რომელიმე ჩვენს ფსიქოლოგიურ ცენტრს ჩვენ დავეხმარებით თქვათ თუ საჭიროა ბავშვთან გასაუბრებაში და თქვათ იქნებ დავეხმაროთ თქვათ ისეთი პროფესიის შერჩევაშიც ან თქვათ ბავშვს დავანახოთ ისეთი შესაძლებლობებით რომლებიც თქვათ იქნება ეს ფიზიკურ დატვირთვასთან კავშირში შემიძლია ესეთ კითხვას შოუპასუხო. დიდი რეზონანსი გამოიწვია თქვენმა სტუმრობამ ჩვენს გადაცემაში სატელეფონო სახით ბევრ მსმენელს სურს დაკავშირება, მაგრამ საეთერო დრო სამწუხაროდ ამის საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა ჩვენ გავაზიარებთ თქვენს მიერ
გაზიარებულ ინფორმაციას ცენტრებთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ იქ აღმოუჩენენ ამ ადამიანებს და სწორ დახმარებას. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენ სატელეფონო ხაზზე გვეყოლება მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და გია მურღულია, რომელიც ამჟამად გახლავთ კერძო სკოლის დირექტორი. ძალიან დიდი ხანია მუშაობს განათლების სექტორში და შეუძლია მისი გამოცდილება გაგვიზიაროს. დაგვალოდეთ, ეს არის გადაცემა „უმი სოციუმი“. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებას დროებით. მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. „უმი სოციუმი“ ანუნა ბუკიასთან ერთად რადიო იმედზე. მშვიდობისა, მივესალმები რადიო იმედის მსმენელს. დღეს გადაცემაში „უმი სოციუმი“ ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე, როგორ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი, როგორ უნდა გავაკეთოთ სწორი პროფესიული არჩევანი და რა არის ამისთვის აუცილებელი, რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა, როგორი ამ საქმეში სკოლის როლი. გადაცემის პირველ ბლოკში ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ლევან ზარდალიშვილი, ფსიქოლოგი, რომელმაც ძალიან ბევრი რჩევა მოუხსა როგორც მშობლებს, ისე პედაგოგებს ბავშვებთან მუშაობისთვის, ეფექტური მუშაობისთვის. გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი, პირველი სტუმარი გახლავთ განათლების სამინისტრის მოადგილე ალბატონი ლია გიგაური. საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი სტუმარი ამ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებისას. აი მოსამზადებელ პერიოდში რა როლს თამაშობს დღეს თანამედროვე ქართული სკოლა, რომ გითხრათ? როგორც განათლების დიდი მადლობა ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. რა როლს თამაშობს სკოლა? ძალიან საინტერესო შეკითხვა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს რამდენადაც თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით და საკუთარი შესაძლებლობები გამოიყენოს. სრულად მას სჭირდება ერთის მხრივ ინფორმაცია და მეორეს მხრივ მას სჭირდება საკუთარი შესაძლებლობების გააზრება. ამისათვის დაიგეგმა სწორედ კარიერის დაგეგმვის და პროფორიენტაციის კურსი, რომელიც სკოლებში შევიტანეთ და უკვე მეორე წელია წარმატებით მიმდინარეობს. საპილოტო პროექტი გაფართოვდა, დღეს 500 მეტი სკოლაა ჩართული და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რამდენი მიმართულებით არის საჭირო მუშაობა იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი მართლაც დადგეს და ეფექტური იყოს, გამანაწილეთ სამ ერთად მიმართულებად. ერთი ეს გახლავთ სწორედ ის საგაკვეთილო საათი, შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც სადამრიგებლო საათის ფარგლებში ტარდება მოსწავლეებისთვის და ემსახურება სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ასევე საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის სრულად გააზრებას, მისწავლებას თუ როგორ უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, როგორ შეაფასონ ღირებულებები, ინტერესები, უნარები, პიროვნული მახასიათებლები და ასევე სურვილები და როგორ შეიძლება შეათავსონ და რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ის რაც სურთ, მართლაც მიღწევადი იყოს. და რომ არ შეესალოთ პროფესიის არჩევა. მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროფესია, რომელზეც მოსწავლეები ოცნებობენ, ან თქვენ რომ მათთვის შესაბამისია, რეალურად ნახოთ, რას ნიშნავს. ამისათვის ვაწყობთ ექსკურსიებს, მოგეხსენებათ დაკოს მოსწავლეების სხვადასხვა საწარმოებში, პროფესიულ სასწავლებლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ისინი ადგილზე ეცნობიან თითოეულ პროფესიას და მესამე ასეთი ძალიან პოპულარული მიმართულება გახლავთ სტუმართან შეხვედრა. ეს არის გაფართოებული შეხვედრები, როდესაც იმ პროფესიაში წარმატებული ადამიანები სტუმრობენ ბავშვებს, ან ბავშვები მიდიან მათთან სტუმრად და ყველა შეკითხვაზე პასუხობენ. თუმცა, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ გადაწყვეტილება იყოს სწორად მიღებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვს თავისი შესაძლებლობების გაცნობიერებაში ეხმარებოდეს არა მხოლოდ სკოლა, არამედ ოჯახიც. და ოჯახმა აიღოს თავის თავზე დამხმარის როლი და არა გადაწყვეტილების მიღების, რაც ჩვენ საზოგადოებას მოგეხსენებათ ჩვევია და სწორედ ამიტომ სადამრიგებლო საათზე დამრიგებლებს აქვს ვალდებულება, რომ იმუშაონ მშობლებთან და ასევე მშობლები მოიწვიონ თვითოეულ შეხვედრაზე, რათა ისინიც იყვნენ ინფორმირებული პროფესიების სპექტრის შესახებ და იყვნენ შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ბოლომდე ინფორმირებული. თამდიდად იყვნენ მზად ჩვენი პედაგოგები ამ პროფესიული ორიენტაციის სისტემისთვის და დღეს თუ მიმდინარეობს მათთან მუშაობა იმისთვის, რომ ძალიან ხშირად როდესაც ბავშვებთან და აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვსაუბრობთ, მშობლები ხელში შვენენ პედაგოგებისკენ, მასწავლებლებისკენ, რომელთაც თავის მხრივ კარგად გვესმის, რომ ამ 20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა პედაგოგიკის ამ მიმართულებითაც. რას აკეთებს სამინისტრო იმისთვის, რომ მასწავლებელს კონდეს საკმარისი მოტივაცია, თქვათ უნარი, ძალა და პროფესიული გამოცდილება აი ამ კურსის, აი ამ პროფესიული ორიენტაციის სისტემის, ასე ვთქვათ, უკეთესად წარმართვის და დაგეგმარებისთვის.
თუ ზოგადად ვსაუბრობთ საკომუნიკაციო უნარებზე, რომელიც არა მხოლოდ ამ კურსს, ნებისმიერ კურსს ჭირდება და მოსწავლეთა ნდობის მოპოვებაზე, ამ მხრივ არაერთი ტრენინგი ჩატარდა და დღესაც ტარდება ძალიან ბევრი ტრენინგი, რაც მთავარია მასწავლებელთა პროფესიული სრულყოფისათვის, სუსტად და პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად შეიქმნა სუსტად ის ახალი სქემა, რომელიც ცნობილია კარიერული განვითარების და პროფესიული ზრდის სქემა, თუმცა ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ მასწავლებლებზე. ზუსტად იმიტომ, რომ თითოეულმა მასწავლებელმა სრულყოს თავისი პროფესიული უნარები განვითარდეს, სახელმწიფო მას ეხმარება ამისათვის. რა შეეხება კონკრეტულ კურსს, მსგავსი გამოცდილება არ არსებობდა თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე პროგრამას, რომლის ფარგლებში შეიძლება სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა სკოლებში მიდიოდა ანალოგიური კურსი. შესაბამისად, მასწავლებლებს დაჭირდათ გადამზადება და ეს ტრენინგ მოდული გაიარა უკვე თითქმის 500-ზე მეტი სკოლის მასწავლებელმა, კლასის დამრიგებელმა, ვინც მუშაობს ბავშვებთან, მათთვისაც სიახლე იყო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ мотиваცია იყო საკმაოდ მაღალი და თვითონ მასწავლებლებიც აფასებენ საკუთარ თავს, რამდენად სწორად შეარჩიეს პროფესია და რამდენად რეალიზებული არიან იმ პროფესიაში, უნდათ თუ არა ეს პროფესია თუ გადაწყვეტილება მიიღეს არასწორად. ისე რომ ნებისმიერი სასწავლო კურსი ეხმარება არა მხოლოდ იმას, ვისაც ვასწავლით, არამედ იმასაც, ვისაც მიყავს ეს კურსი და თვით შემეცნებასა და თვით შეფასებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხოლმე. შესაბამისად, მასწავლებლების დაინტერესება ძალიან დიდია, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოდელს კიდევ მეტად ჭირდება სრულყოფა. მოგეხსენებათ, რომ საპილოტე პროგრამები ყოველთვის გვაძლევს იმ მესიჯებს და რეკომენდაციებს, რომლებიც მომავალში უნდა დავწლიოთ, ამიტომ ჩვენ ახლა მუშაობთ ამ კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის კურსის უფრო გაფართოვებაზე, სრულყოფაზე და უფრო მიახლოებაზე ევროპულ მოდელთან. ამ მხრივ ჩვენთვის ორიენტირი მაგალითად არის ჩეხეთის მაგალითი, სადაც ძალიან ეფექტურია, ისინი 20 წელი ამ კურსს ატარებენ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი გამოცდილების გაზიარება და კიდევ გეგმავთ მომავალში თანამშრომლობას, რომ ეს კურსი იყოს უფრო სრულყოფილი და გაცილებით მეტად ეფექტური, ვიდრე დღეს არის იმ სკოლებისთვის, სადაც უკვე ჩატარდა. მოკლედ რომ გითხრათ, რა ძირითადი ხარვეზები გამოვლინდა, უბრალოდ რა ძირითადი ბარიერები არის ის, რამაც თქვათ, რაც შეიძლება მომავალში გამოსწორდეს და უფრო გაუმჯობესდეს ეს სისტემა. ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ბარიერებია ეთნიკურ ხასიათთან და თქვათ აღზრდის მოდელთან, რომელთაც ხელმძღვანელობს ქართული საზოგადოება. ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ბარიერებია, თუმცა მაგალითად საპილოტე კურსმა აჩვენა, რომ ის საკონტაქტო საათები, რომლებიც მოსწავლეებთან გვაქვს, ჯობია რომ უფრო ხანგრძლივი იყოს, იმიტომ რომ კვლევა ჩატარდა ამ კურსის შეფასების და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორად გამოიკვეთა ის, რომ მოსწავლეებს სურთ, რომ ეს კურსი უფრო ხანგრძლივი იყოს, ანუ კონტაქტის პერიოდი უფრო მეტი იყოს და გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება გქონდეს და არ იყოს შეზღუდული 1 საათი აკადემიური საათით, ნამაში ჩვენ ვეთანხმებით. ასევე გამოიკვეთა უფრო მეტი ვიდეო მასალის საჭიროება და ამ მასალებსაც ვამზადებთ და ასევე გვეხმარება სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადებული მასალები პროფესიების შესახებ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსკურსიები იყოს უფრო მეტი. რამდენადაც ინტერესი არსებობს და თითოეულ მოსწავლეს აქამდე თუ შეეძლო, რომ მხოლოდ ერთ საწარმოს ან ერთ პროფესიულ სასწავლებელს სწავლობდა, მოსწავლეებს აქვს სურვილი და მათ მშობლებსაც აქვს სურვილი, რომ უფრო ფართო სპექტრი იყოს აი ეს კონტაქტი, შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, რადგან ადგილზე ნახვა და ერთი დღე პროფესიაში და მონაწილეობა იმ საქმიანობაში გაცილებით მეტი ინფორმაციას აწვდის, ვიდრე თეორიული კურსი. შესაბამისად, მოგეხსენებათ, როდესაც პროგრამის გაფართოება საჭიროებს ბიუჯეტირებას, უფრო დამატებით ინვესტიციას, ამიტომ ჩვენ მუშაობთ კურსის გადახალისებაზე, გაფართოებაზე და რაც თავარია, ეს კურსი აქამდე თუ მიდიოდა მხოლოდ მე-9 კლასელებთან, ვფიქრობთ, რომ უკვე შესაძლებლობა გვაქვს იმის, რომ დავიწყოთ მომავალში მე-11 კლასელი მოსწავლეები. არის გარკვეული ტიპის მოდელები, რომელიც ითვალისწინებს მსგავსი ტიპის კომუნიკაციის დაწყებას უკვე მე-6, მე-7, მე-8 კლასში. ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად იქნება მსგავსი მოდელი საინტერესო და შესაბამისობაში ჩვენ სისტემასთან? მოდელებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მოდელები კონკრეტულად კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებით არ იწყება უფრო დაბალი საფეხურიდან, ინფორმირება იწყება, ჯერ დაგეგმა არ ხდება ხოლმე უფრო ხდება საფეხურზე, თუმცა ამ ინფორმირების კურსები მე-7, მე-8 კლასებში იყო აი მაგას გეუბნებით, თუმცა დისკუსიები ამ საკითხებზე და სხვადასხვა პროფესიების ინფორმირების მიწვდა და რაღაცა ელემენტების გაცნობა, რა თქმა უნდა, იწყება ხოლმე სწორედ ამიტომ ჩვენ მე და საზოგადოება ასეთი საგანი შემოდის მოგეხსენებათ
გაგრძელებათ მესამე კლასიდან და ამ საგნის ფარგლებში, რომელიც დაიწყება მესამე კლასიდან და მე-12 კლასამდე გაგრძელდება, თუმცა ჯერ მხოლოდ მომზადებულია მესამე-მეოთხე კლასის პროგრამა და ეტაპობრივად მომზადება სხვადასხვა კლასის პროგრამები, გათვალისწინებულია ასეთი თემებიც. Რა თქმა უნდა, ეს იქნება ასევე გამჭოლი სხვადასხვა საგნებში, მაგრამ კონცენტრირებულად და ფოკუსირებულად ამ თემებზე ისაუბრებენ ზუსტად მე და საზოგადოების ფარგლებში და ნამდვილად ჭირდებათ უფრო დაბალი ასაკიდან ინფორმირება მოსწავლეებს, დისკუსიები და როლური თამაშები, რომელიც წარმოდგენა შეუქმნის მოსწავლეებს ამა თუ იმ პროფესიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება უკვე გადაწყვეტილების მიღების მენეჯმენტს და კარიერის დაგეგმას, ანუ რაზეც ჩვენ ახლა აქცენტირებას ვაკეთებთ ინფორმირებასთან ერთად, ეს უფრო ზედა კლასის თემებია და ამ შემთხვევაში შეიძლება ელემენტები გქონდეს დაწყებით საფეხურზე, თუმცა უფრო საბაზო საფეხურის დასრულების და საშუალო საფეხურის დასრულების დროს იქნება ეფექტური კიდევ ერთხელ აქცენტირება, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიის არჩევისას თუ რაღაცა დავუშვათ მოკლევადიანი კურსის არჩევისას, რომელიც ითვლება, რომ შეიძლება მათ გამოუადგეთ მომავალ საქმიანობაში. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს შეკითხვებს. ჩვენი ქვეყნისთვის და სოციუმისთვის მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ პროფესიული ორიენტაციის სისტემა დაიხვეწოს, გაიმართოს და იყოს მომავალზე ორიენტირებული. გადაცემის დასასრულს ჩვენ კიდევ ერთი სტუმარი გვეყოლება, ბატონი გია მურღულია. საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით. გადაცემის ძირითადი თემა დღეს როგორც იცით არის არჩევანის გაკეთება, პროფესიული არჩევანის. პირველ ბლოკში გვყავდა ფსიქოლოგის სტუმრად, მეორე ბლოკში განათლების სამინისტროს წარმომადგენელი. მე მაინტერესებს თქვენ როგორც გამოცდილ სკოლის დირექტორს, რომელსაც შეხება გქონდათ ათასობით მოსწავლესთან, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებთან და ასევე პედაგოგებთან, თქვენ როგორ ფიქრობთ, თანამედროვე ქართულ სკოლაში ძირითადად, როდესაც ხდება პროფესიის არჩევა, ამ საკითხთან მიმართებაში რა პრობლემები დგას? სად არის ძაღლისთავი დამარხული, ასე რომ ვთქვათ? ხო, ეს ძაღლისთავი სად არის დამარხული, ხანდახან ძნელი მოსაძებნი ხდება ხოლმე. თავარი ეს არის, რომ პირველ არსებით კითხვას უნდა უპასუხოთ. ვალდებულია თუ არა სკოლა, რომ გააკეთოს ყველაფერი, რომ ბავშვს მოაძებნინოს თავისი თავი, აპოვნინოს მისი პროფესია. ერთი მნიშვნელოვანი პასუხია ამაზე, რა თქმა უნდა, ვალდებულია და ეს ყველა სკოლამ უნდა გააკეთოს. ძაღლისთავი კი იქ არის დამარხული, რომ ყველა სკოლა ამას ან არ აკეთებს, ან ვერ აკეთებს, ან საერთოდ ამოცანებაც არ ისახავს. ეს ძალიან ცუდია. ახლა მოდი მეორე განზომილებაში გადავიდეთ. უნიჭო ადამიანი არ არსებობს. სკოლის მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვს მოაძებნინოს თავისი თავი. ვინ არის, რისთვის დაიბადა ამ ქვეყანაზე, რა მოწოდება აქვს და ძირითადად განასხვავებენ ხოლმე ორ მიმართულებას მოგეხსენებათ. ბავშვი არის ჰუმანიტარული მიდრეკილების თუ უფრო ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიდრეკილების. სკოლამ უნდა შექმნას ისეთი წინაპირობა, რომ ადრეულ ასაკშივე მოხერხდეს გარკვეული დიაგნოსტირება, თუმცა საბოლოო დიაგნოსტირება დაბალ კლასებში ვერ ხდება, ილუზია არის. ესა ვინმე ასე თუ ფიქრობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ იცვლება და გადაფასდება ხოლმე ასაკის მატებასთან ერთად, ინტერესები ძალიან ხშირად იცვლება. თავარი ეს არის, რომ სკოლამ შესთავაზოს მოსწავლეს და მის მშობელს ის ფორმატი, რომელშიც ბავშვი იპოვის საკუთარ თავს. როგორ უნდა გაკეთდეს ეს? ამის უამრავი საშუალება არსებობს, უამრავი ხერხი არსებობს. მაგალითად მე მახსოვს, რომ წლების წინ ჩვენ მქონდა 24 სკოლაში ასეთი პროგრამა, რომელსაც ერქვა გაცნობიერებული არჩევანი. ჩვენ წინასწარ გამოვკითხავდით ხოლმე ჩვენ ბავშვებს, რა ინტერესები ჰქონდათ. მათ ეს ხდებოდა სადღაც მე-10 კლასში და როდესაც ეს ინტერესები ჯგუფდებოდა, ერთ წელს გაირკვა, რომ ჩვენთან ბავშვებს სურდათ ან ეკონომიკური პროფილის უმაღლესი განათლება, ან ჟურნალისტობა. აი მაშინ ასე გამოიკვეთა და ჩვენ მოვიწვიეთ ეკონომიკის მინისტრის სკოლაში, მოვიწვიეთ ჩვენი ცნობილი ჟურნალისტები, ისინი ესაუბრებოდნენ ბავშვებს, უხსნიდნენ ამ პროფესიის ავანჩავანს, ასე ვთქვათ, მაგრამ მარტო საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საინტერესო იყო, საკმარისი ბუნებრივი არ არის. შემდეგ ეს ბავშვები მიდიოდნენ მაგალითად აი თუ საბანკო სექტორი აინტერესებდათ, ბანკებში მიდიოდნენ 1-2 დღით. თუ აინტერესებდათ თქვა ტურიზმის მენეჯმენტი, მიდიოდნენ რომელიმე ტურისტულ სააგენტოში. თუ აინტერესებდათ ჟურნალისტიკა, მიდიოდნენ ჩვენ ცნობილ ჟურნალისტებთან და მათ
იღებდნენ მონაწილეობას მათთან ერთად გადაცემის დაგეგმვასა და გადაცემის აწყობაში. და ისინი ასე ვთქვათ პროფესიის წვერს სუნთქავდნენ და მათ ადგილზე შეეძლოთ ენახათ, აი თქვათ მე თუ ვისწავლე 4 წელი, მე 2 წელი კიდე მაგისტრატურაში, ვინ გამოვალ და რა სიტუაციაში და რა ატმოსფეროში მომიწევს ყოფნა და ჩემი ცხოვრების გატარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო მათთვის. ეს არ არის ახლა პანაცეა ბუნებრივია, მაგრამ ერთ-ერთი ხერხი ასეთი იყო. მეორე ხერხი არის ის, რაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ სკოლაში, რომელსაც ლოგოსი ქვია სახელად. ჩვენს პროგრამაში არის შეტანილი SAT და TOEFL და პირდაპირ ბმა აქვს ჩვენ სკოლას მსოფლიოს ძალიან ბევრ უნივერსიტეტთან. ჩვენ საათობით ვხედავთ ხოლმე ჩვენ ბავშვებთან ერთად და ვარჩევთ მიმართულებას მათი ინტერესის შესაბამისად, რომელ უნივერსიტეტში, რომელი მიმართულება, რომელი ფაკულტეტი არის, თქვათ, ისეთი, რომელიც მათ ინტერესებს აკმაყოფილებს და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ გაცნობიერებული არჩევანი პროფესიისა, რისკენაც ჩვენ უნდა წავიდეთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, აღზრდის მოდელი, რომელიც ესე ფართოდ არის გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში, რამდენად უშლის ხელს ადამიანებს არჩევანის გაკეთების დროს? ის რომ ძალიან ხშირად ფაქტი თავად ის რომ ბავშვები ექცევიან, თქვა ჩვენ მქონდა პირველ ბლოკში საუბარი, ანალოგიურ პროფესიებს ირჩევენ და ხშირად ექცევიან, თქვა ახლო ნათესავების და მშობლების გავლენის ქვეშ. რეალურად ეს რა საფრთხეს უქმნის მომავალ თაობას და რა საფრთხეს გვიქმნის ჩვენ მომავალში უფრო კარგად რომ დაგვანახოთ, ასე ვთქვათ, ამ საკითხში ნაკლებად ჩახედულ პირებს. ხო, იცით რა, ეხლა თქვენ წეგან ახსენეთ აღზრდის მოდელი, ისე საამოთ ჟღერს ყურისთვის. სინამდვილეში არანაირი აღზრდის მოდელი ჩვენთან არ არსებობს. მე ღრმად დავწუნდი ამაში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ეს არის აქილევსის ქუსლი ქართული სკოლის. კარგად არ არის გააზრებული ვის ზრდის, როგორ მოქალაქეს ზრდის ქართული სკოლა. უკანასკნელ წლებში თეორიულად ეს დაიწერა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ასეთ პატარა დოკუმენტია და ეს ყველაფერი ჩაწერილია, თუმცა როგორ სრულდება ეს დოკუმენტი, როგორ აღწევენ სკოლები ამ მიზნებს, ეს სრულიად გაუგებარი ამბავია და მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეფასებით მანდამაინც ბევრი სკოლა ამაზე არ ფიქრობს. იმ კითხვას რაც შეეხება თქვენ რაც დასვით წეგან, გპასუხობთ, რომ ადამიანი მიზანს თავისი ცხოვრების მიზანს ყოველთვის უნდა ეძებდეს საკუთარ თავში და არა გარეთ. ის რომ დედა ან მამა არის ექიმი, არ ავალდებულებს ბავშვს რომ ისიც ექიმი გამოვიდეს, თუმცა შინაგანად ამის მოწყობილება იმის გამო რომ ასეთ გარემოში იზრდება წლების განმავლობაში, მას შეიძლება გაუჩნდეს კიდეც. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ოჯახის, ისე სკოლის უმთავრესი ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ ბავშვი მიიყვანოს ყველა სფეროში, გააცნოს ყველა სფერო, იქნება ისეთ სფეროშია მისი მთავარი ინტერესი, რომელიც მან ჯერ არ იცის რა არის. ამიტომ ეს გზები უნდა გაიხსნას და შემდეგ ბავშვი გააკეთებს თავის არჩევანს, რომლის რეალიზებაშიც მერე ხელი უნდა შეუწყოს. პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სისტემა ვახსენეთ. თქვენ თუ გქონიათ ამ პროცესთან შეხება და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება ეს პროცესი, ვთქვათ, უფრო კარგად მოერგოს არსებულ რეალობას, ან ვთქვათ, გაუმჯობესოს და უფრო ძლიერი გახდეს? იცით რა არის, კარიერის დაგეგმვა ხდება მას შემდეგ, რაც არჩეულია პროფესია. სკოლის ფუნქცია კარიერის დაგეგმვა იმდენად არ არის, თუმცა ამაზეც შეიძლება საუბარი და ამაზეც შეიძლება ფიქრი, მაგრამ სკოლის ფუნქცია არის პროფესიის არჩევა. სკოლის ფუნქცია არის კარის შეღება. იქ კიბეებს როგორ აივლის ბავშვი, რამდენ სართულს აივლის, ეს უკვე მომდევნო ცხოვრების ამოცანა მგონია მე, იცით? იმიტომ რომ კარიერა ნიშნავს უკვე პროფესიაში შესული რო ხარ, მერე რას აკეთებ, როგორ ვითარდები, რა საფეხურები შეიძლება გაიარო. აი მაგალითად ახლა არის სწორედ მალე განხილვა დოკუმენტის, რომელიც განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიულ კარიერას. ძალიან კარგია რომ ეს ბოლოს და ბოლოს განისაზღვრა, იმიტომ რომ მე რო ჩამეწერეს შორეულ აღარც ვიტყვი რომელ წელს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი არის ეს ადამიანი, ჩემ დიპლომში რო ჩაწერეს, აი მის მერე არავის მოუკითხავს, როგორი მასწავლებელი ვიყავი ან ვარ მე, განვითარდი, არ განვითარდი, უკეთესი გავხდი, არ გავხდი უკეთესი, შემიძლია სხვას გაუზიარო გამოცდილება თუ არ შემიძლია. ეს ყველაფერი გააზრებული უნდა ქონდეს სახელმწიფოს და კარგია რომ აი ამჟამად ეს ხდება და სულ მალე ალბათ ჩვენი საზოგადოებისთვის კონკრეტული დეტალები გახდება ცნობილი.
ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის დიდი მადლობა სტუმრად. თქვენთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა, თუმცა საეთერო დრო არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ. დღეს გადაცემაში უმის სოციუმი ჩვენ მიმოვიხილეთ საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მოზარდის პროფესიულ არჩევანთან. ბევრი სტუმარი გვყავდა იმისათვის რომ მოისმინოთ და მიიღოთ რჩევები. მოისმინოთ ჩვენი გადაცემა, უნდა შემოხვიდეთ ჩვენი Facebook-ის გვერდზე უმის სოციუმი რადიო იმედი მოძებნოთ და ხვალ დღეს განმავლობაში თქვენ უკვე შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ჩანაწერს. ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით, ნახვამდის. მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. ყოველ სამშაბათს 2-ის 10 წუთზე. საინფორმაციო გამოშვების შემდეგ უმის სოციუმი ანუნა ბუკიასთან ერთად რადიო იმედზე. უმის სოციუმი.